ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის ანდროს სიმანიშვილისადმი მიზღვნილი ღონისძიება გაიმართა თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სიმაშვილის მომღერალი მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი იყო. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა თბილისიდან და კახეთიდან ჩასულმა ანსამბლებმა მიიღეს. ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კახეთის მხარეში სახელმწიფო ცხუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ეს ვარაჩვეულებრივი საღამო ბევრი ანსამბლი ჩამოვიდა მიესალმა მას. ვინაიდან ბატონმა ანდრომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული და დაიმსახურა იმ დონეზე, რომ მისი შემოქმედება გახდება საუკუნეოს. ანდრომ აღზარდა მრავალი თაობები მომღერლებისა. მარტო ის ადგილს, რომ იგი ევროპაში ჩავიდა და ფრანგებს, გერმანელებს, შვეიცარიელებს შეასწავლა კახური სიმღერები. სამწუხაროდ ესეთი ადამიანები, როგორც ანდრო სიმაშვილია, ჩვენ ბევრი არ ყავს საქართველოში და რამდენიც ყავს, იმის განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ და გაგრძელდება დასავლეთ საქართველოშიც გადავართ, იქაც ყავს ხალხი დასაჯილდოებელი, დასაფასებელი.